დილამ შვიდობისაო, გაგიმარჯოთ ყავით, როგორ ახართ, მე უკვე 11 საათია, ნიკა გავაცილე, ვიბანავე, თმას ვიშრობ და სამსახურში უნდა გავიქცე, მაგრამ სანამ გავიქცევი, თქვენ ხომ გიყვართ ასეთი ჩემი ძალიან პირადი და ძალიან ნამდვილი ამბების მოსმენა და თან ისეთი ამბების, რომელიც საინტერესოა მინდა გითხრათ. ეს ამბავი იყო და არა იყო რას არ გავს, იმიტომ რომ ადამიანი თავის წარსულს ვერ მოიჭრის და ყველა ადამიანი მოდის ბავშვობიდან, ცოტა მიჭირს თემატურად დალაგება იმედს ვიტოვებ, რომ სოფო ძალოსავით არ ავურებ. ბავშვობა ის ადგილია და ის მონაკვეთია, როცა ყველაფერი ქვეცნობიერში გელიქება, ყველაფერი პირველია და ყველაფერს ისე ბავშვური თვალით აღიქვავ, როგორიც მე კიდევ ეს ბავშვური თვალები გრჩება და არასდროს არ უნდა ჩავკლათ ის ბავშვი, რომელიც ჩვენში იყო. კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნებოდა ეს ვიდეო ბევრად საინტერესო, მაგრამ რახან მარტო მე ვარ, მოდი პირდაპირ ასე მოვყვები ისტორიას. მოკლედ 3 წლის წინ თქვენ გახსოვთ ჩემი ვიდეო, ვინც დიდი ხანია მომყვებით, როგორ წავიდა ჩემი ბავშვობის მეგობარი. იმ ბავშვობის მეგობარი, საიდანაც მე მახსოვს ჩემი თავი, იქიდან რომ მახსოვდა. წავიდა ძალიან ცუდად ჩემი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. ჩემი მხრიდან ამ გადმოსახედიდან დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მე მას ვთხოვდი იმ წუთას, რომ ვერ ვიაზრებდი რომ უჭირდა და ვთხოვდი რომ სწორად გაიგო. და ადეკვატური ყოფილიყო, მაგრამ როცა ადამიანს უჭირს და ძალიან დისკომფორტშია თავის თავთან, დეპრესიაშია, ნერვული შფოთვები აქვს როგორც ახლა მე, რაც თქვენთვის ეს არ არის თვალთხილული. მაგრამ ეს ასეა, ვიღაცას აგრესიული ფონი უძლიერდება, მე პირიქით. ძილიანობა მემატება საჭმისკენ, მიზიდულობის ძალა მაქვს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს გადაგორებადია და ყველა ადამიანს გვემართება პერიოდებში, რაღაც პერიოდებში. ხო, ჩემი მხრიდან ეგ იყო დანაშაული, რომ იმ წუთას იმდენად გაუბრაზდი და სიბრაზე იმდენად მაჯობა, რომ ჩემ ბავშვობის ნაწილს და იმ ადამიანს, რომელიც მთელი ჩემი ბავშვობა იყო და არის ვერსად ვერ წავიღებდით, ვერც ყოფილ ქმარს წავიღებთ ვერსად, რომელიც სადღაც ჩემგან დამოუკიდებლად არის, მაგრამ ჩემი შვილების მამაა და ვერ გავაქრობ ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა ძალიან მინდა რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს და ამოვშალო ეგ ადამიანი ცხოვრებიდან, მაგრამ მეგობრებს ვერ წაიღებ. ამ 3 წლის ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ემოცია იყო, როცა ეს ამბები დასრულდა და ცოტა განგრძობიცში იყო და ემატებოდა დანაშაულს ჩვენი პირიდან თუ თითიდან და მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ოღონდ ის მავიწყდებოდა, რომ ადამიანს, რომელსაც უჭირს, უნდა გაუტარო რა. და ძალიან ბევრი შემეშალა მეც და შეეშალა მასაც და დავიშალეთ, მაგრამ ეს დაშლა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. ანუ აქ უკვე ჩემს ემოციებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ის ჩემი ნაწილი იყო. მე ვერც ერთი დღე მის გარეშე ვერ წარმომედგინა. ხო, მაგრამ ვისწავლე მის გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ მაპატიეთ ამას ემოციების გარეშე ვერ მოგითხრობთ და ვერ მოგიყვებით. იმიტომ რომ ბავშვობაში ერთხელ ორჯერ მოსკოვში წავიდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან დიდი ტრავმა მაშინ. არ იყო სკაიპი, ინტერნეტი, არ იყო საშუალო, ფოსტაში ჩავდიოდი ხოლმე, რომ თამერეკა როგორ მახსოვს. და
რა კარგია რომ არსებობთ და ვიცლები, იმიტომ რომ მასთან ჯერ გამიჭირდება ასე საუბარი. და უკაცრავად ვეიმარტმა ეხა დამებრუნა მაგიდის თანხა. ხოთა ვისწავლე, მაშინ მახსოვს დანგრეული ფოსტა იყო, ჩავდიოდი, ტელეფონს ვეღებდი და ვრეკავდი ადამიანს, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის და მე მასთან ძალიან ბევრი რამ მქონდა ხოლმე მოსაყოლი. და მაშინ ვისწავლე მე მის გარეშე ცხოვრება, თუმცა მიჭირდა. და შემდეგ იყო უკვე ყველაზე მეტად რომ მიჭირდა. დედა რომ გარდამეცვალა, ნიკოლოზი რომ გავაჩინე. ნიკოლოზი რომ გავაჩინე უკვე აქ აღარ იყო, დედა რომ გარდამეცვალა და ოჯახის დაანგრევა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მაშინ წავიდა დიდი ხნით. ამერიკაში უკვე და თითქოს მეგონა რომ მაშინ უკვე სკაიპი იყო, მაშინ უკვე ისეთი ცხოვრება იყო, ცოტა კომუნიკაციების დონე მაღალი იყო და აღარ დავდიოდი ფოსტაში და ხშირად ვლაპარაკობდით ხოლმე და მეგონა რომ ის რომ დაბრუნდებოდა ამერიკიდან ყველაფერი იქნებოდა ძალიან კარგად. ხო, მაგრამ მოხდა ასე. მე მის ისტორიას არ მოვყვები, იმიტომ რომ ეს მისია და მე საერთოდ არ მაქვს ამის უფლება. აქ ძირითადად ჩემს ემოციებზეა. ხო, და ამერიკიდან რა ჩამოვიდა და რა თქმა უნდა, სიგიჟემდე მენატრებოდა და დარწმუნებული ვარ, იგივე ემოცია ქონდა, მაგრამ თავის ტვირთს ატარებდა ისიც და მეც. ხო, ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ასე დავიშალეთ. მიუხედავად იმის, რომ როცა წავიდა ის ჩემი ცხოვრებიდან, ძალიან ვინერვიულე. ვერაფრით ვერ გადავხარშე და მაინც ვფიქრობდი, ჩემთვის რომ ვეკითხებოდი, რომ ოდესმე რომ გამოჩნდეს, რას იზავ. და ჩემი გაბრაზებული მეორე მე პასუხობდა, რომ არასდროს არ მივიღებდი, მაგრამ ეს იქით გამოჩნდა ალბათ 1 წლის წინ და კიდევ ვიკამათეთ და კიდევ ვერ გავუგე, რომ ცუდად იყო და ძალიან შემეშალა და როცა ადამიანი ცუდათა იმას ცოტა სხვანაირად უნდა უპასუხო. და რა თქმა უნდა კიდევ შეურაცხყოფები მივაყენეთ ერთმანეთს და კიდევ დავიშალეთ. არ გადის დღე, რომ თქვენ გახსოვთ ეს თმისამაგრე მე რამდენი ხანია მიკეთია. ეს მაქვს 2. ეს არის მის ბავშვობის თმისამაგრე. სტუდენტობის. რომელიც მაჩუქა. მისი წასვლიდან რამოდენიმე ხნის მერე ავიღე გავიკეთე და არ მომიხსნია.
ძალიან მენეტრებოდა ხოლმე. ყოველთვის ფიქრობდი, რა შევეკეთებ. ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ ჩავიდე ის რუსთავში ცხოვრობს და ხომ არ ვნახო. მაგრამ მეშინოდა იმის, რომ თუ არსებობდა რაიმე ძაფი, ისიც არ გამეწყვეტა. კიდევ არ შემშლოდა და არ ვიცი მეშინოდა რა. მისი რეაქციებისაც მეშინოდა. ხო, ასე მიყვებოდა დღეებს. ამ სახლში ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. და როგორ შეიძლება რომ რაღაცა იგივე გააკეთო ან იგივე მოხდეს და შენ არ გაგახსენდეს როგორ ცხოვრობდით ერთად. დაბადების დღე გვაქვს ერთად. რამოდენიმე წლის დაშორებით, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა სულ მახსოვდა. მაგრამ ჩემ თავს ალბათ ვამშვიდებდი და ვპირდებოდი რომ ვუყურებდი რომ არასდროს არ მივიღებდი. არ ვიცი რატომ მეგონა ასე. ხო ისევ ბავშვობას რო დაუბრუნდეთ, სანამ მოვყვებით ამბავს დასასრულს ფინალს და ჩემს ემოციებს გაფილტრულად გამოვუშვებ, კიდევ უფრო ფილტრაცია ატევს, იმიტომ რომ ძალიან ხო არ მყავდა მე ასეთი მეგობარი ბავშვობაში, ის იყო განსაკუთრებული და ძალიან ბევრი წავიდნენ, ნუ არც ისე ბევრი, მაგრამ რამოდენიმე, მაგრამ მათზე არ მაქვს ესეთი დამოკიდებულება, ვერ გეტყვით რომ არ მახსენდებიან, როგორ არ მახსენდებიან. მახსენდებიან და კითხვაც მიჩნდება რატომ გააკეთეს ასე და მინდა ხოლმე რომ ვკითხო, მაგრამ არ მაქვს ის დამოკიდებულება, რომ რაღაც ასეთი ემოციები არ მაქვს. და არ არსებობდა ბავშვობაში ნიუანსი და ჩემზე ერთი წლით დიდია და ყოველთვის თვლიდა რომ უნდა ვეპატრონე. ძალიან სასაცილოები ვიყავით და დედაშვილობანას რომ თამაშობდით, მაშინაც ყოველთვის ვცდილობდა რომ დედა ყოფილიყო, იმიტომ რომ მაშინ ვაპროტესტებდი ძალიან. ჩავუღრმავდი ამ თემას და ყოველთვის აღვიქვავდი, რომ ნებისმიერ ჩვენ წაკამათება და მისი ჩემდამი ამ სიტუაციის გარდა შენიშვნა იყო თუ რჩევა იყო თუ ყოველთვის იყო თითქოს უნდა ვეპატრონე, ანუ ესეთი შეგრძნება მქონდა რა. დედაშვილობანაშიც დედა იმიტომ იყო, რომ არაფერი მეტკინა ალბათ, არაფერი დამეშავებინა და მე ვიყავი შვილი და თვლიდა რომ უნდა მოეარა. და სულ ვაპროტესტებდი, რომ ხო შეიძლება ერთხელ დედა მეც ვიყო და ნუ არ ვიყავი მე დედა. ხო და ასე წამოვედით ჩვენ დიდხანს. რო თვლიდა რომ უნდა ჩემთვის ეპატრონა. ხო და ჩემი დამოკიდებულება იყო ბავშვური, რა თქმა უნდა, არ ვთვლიდი რომ უნდა მეპატრონა. ყოველთვის ვაპროტესტებდი მის ზედმეტ ყურადღებას და ეს დარიგებას, რჩევა დარიგებებს, არასდროს არ უსმენდი, რა თქმა უნდა. და ხო ეს წარმოგიდგენთ ახლა 3 წლიდან 2 წლიდან რომ მოდიხარ და ყოველი დღე რომ ერთად ხართ. ეს ხო არ არის ვიღაცა 18 წლისამ გაიცანი და 16 წლისამ და ჩაიარა და დაიკიდე რა. როცა მეკითხებოდნენ როგორ არის
ყოველთვის პასუხობდი, რომ კარგად თქო. იმდენად მცხვენობდა ეს ფაქტი, რომ ის აღარ იყო ჩემი. მეგობრები კიდე ძალიან ცუდი სიტყვა, ჩვენ არ ვიყავით მეგობრები ცოტა უფრო, მე ასე ვთვლი, ცოტა უფრო მეტნი ვიყავით. იმდენი რამე გავიარეთ ერთად, იმდენს გავუძელით. არ ვიცი, ჩემი ოჯახის წევრი იყო, ხა ფაქტიურად ჩემი დასავით მიყვარდა და მიყვარს. და არ წასულარს ეს სიყვარული, ხო და თავი რომ არ მოგაბეზროთ, ამის დასასრული ასეთია, რომ მე რო ვიდეო დავდე დეპრესია მაწუხებს თქო, შემომიწია თქო. მიუხედავად იმის, რომ გოიმი ვარ, იმ მხრივ რომ როცა რაღაცა მიპრობლემდება, იმ რაღაცას ჩარჩოში უსვავ, ბლოკავ, თავიდან ვირიდებ, ანუ რაღაც პერიოდი ვეცლები ხოლმე და შემომივიდა SMS-ი Facebook-ზე მისგან. ძალიან როგორ გავხსენიცით, რომ მეთქი კიდევ რაღაც. და რომ წავიკითხე, ესე იწყებოდა. დორ მიყვარხარო და მე ვერ მოგიყვებით. იცით რა მომეხსნა? აი ეს ერთი ჩემი დეპრესია როგორია ხოლმე იცით? ცხენს რო აქვს ლაგამი ამოდებული, ლაგამს ხო ორი თოკი მოყვება. ჩემი ცხოვრების დეპრესიას აქვს ხოლმე ესეთ დასახელებით რამდენიმე თოკი. ანუ რაღაცა მნიშვნელოვნები არსებობს, რომლებიც მეკაჩება ტვინზე და არ მაძლევს წინ წასვლის ნორმალურად ცხოვრების საშუალებას და ხო ის ერთი ლაგამი გაწყდა ეს აი დეპრესიის ერთი თოკი, რომელიც ხშირად მიჭერდა ხოლმე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აი რატომ არ შეიძლება ის ჩემს გვერდით იყოს, რატომ მე რატომ მომივიდა, რატომ მოუვიდა მას ეს ახლა როცა ორი ადამიანია ამ ბავში იქ მარტო ერთი არ არის დამნაშავე, ხო? რაც ხო და აი უცბად რომ კიკინა რო გიჭერს ძალიან და უცბად რომ მოგეშვება. აი ახარ წამიკითხია, ვერ გავიაზრე ტექსტის გააზრებაში წავიშალე. ცოტა დიდი ხნის მოწერილი ქონდა, მე იმაზე ვინერვიული არის ფიქროს, რომ არ უპასუხობ, არ გავხსენი. პასუხი უნდა დამებრუნებინა და ის შეგრძნებები, რომ მე ნაწყენი ვიყავი მას რაღაც დოზით, დიდი დოზით, მე ამის იქიდან 3 წელი იყო გასული, ყველაფერი წაიშავა ხალხო, ანუ ესე ხურსტალი რო იფშნევა, დიდი შუშის რაღაცა ისე დაიფშნა და აქ ვიჯექით ერთად ბოლოს. იქიდან გაგრძელდა ემოცია და ნიკოლას მაშევდა. გამბედნიერა ყველაფერი. ხო არ მეგონა ეს თუ ესეთ ბედნიერებას მომიტანდა და როგორც აღმოჩნდა ადამიანები ისე არ ხვდებიან ერთმანეთს და ღმერთი ისე არ აკეთებს ამ ყველაფერს და ისე არ ხდება რომ ისინი მისთვის საჭიროები არ იყვნენ. ხო და გვიყურებს როგორც აღმოჩნდა და მე მინდა აქედან გითხრა რომ როგორც პატარა დორას ვუყვარდი ისე ვიყარ.
და ეს სიხარულის ცრემლებია. ეს იმბედნიერების ცრემლებია, რომელიც იმ ორ სიტყვაში იყო, რომ ადამიანს, რომელსაც ნებით უნებლიეთ აწყენინე და ძალიან შენია, უყვარხარ. მიუხედავად იმისა, რომ შეგეშალა და შეგვეშალა. ხო, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება მოვლენები. და იქნება ამის შემდეგ მე ჩუმად ვარ, მე მიყვარს ადამიანებს დავაცადო. გააკეთო. რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მთელი 3 წელი. და არასდროს არ ზოგავდი ხოლმე, ეხლა დავიწყებ მის დასაუბრას და ყოველთვის ცუდ რაღაცებს უყვებოდი ხოლმე, ძალიან ცუდს. და ცდილობდი რომ ყოფილიყო დედა. თუ დაბრუნება, აუცილებლად ავარიდება ყველაფერს. თუმცა არა, მასაც ჭირდება რომ რაღაცაზე ისურვოს და პირიქით დავუმატებ. ხო, აი ასეთი სასიხარულო რამ მოხდა რამოდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაში. მის მერე დავფრინავ. მომეხსნა, ძალიან დიდი ტვერთი მომეხსნა. და ხო, ძალიან ისეთი წარმოუდგენლად გადმოსაცემი, ანუ ძალიან ძნელად გადმოსაცემი ამბავია. საიდან დაიწყო, როგორ უნდა დაასრულო, მაგრამ ძირითადი ემოციაც რამთან ერთად მგონი გამოვუშვი და ხო, ესეთი ცხოვრება. დედა აფეთქებული. რაღაცები ხდება, რაღაცები საპირწმუნოდ ვიბადებით იმისთვის, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიჩხუბოთ, მე ისევ შევავსოთ, მე ისევ გავაბედნიეროთ. მე მახსოვს ერთხელ ბავშვობაში ხვევერიგებდი ხოლმე, როგორ ჩამოდიოდნენ მოსკოვიდან, ანუ მაშინ არ იყო ეს კომუნიკაცია, ხო იცით, 90-იანები იყო და მეზობლები რო იტყოდნენ ხოლმე, ჩამოვიდაო, ზუსტად ისეთი გულისცემა მაქვს ეხაც, ზუსტად იმ პატარა დორასი და არ ვიცი, არ მყოფნის სიტყვები, ძალიან ბედნიერი ვარ. გავუფრთხილდით და გავუფრთხილდით ჩვენს ბავშვობის მეგობრებს. არ ვიცი, ეს ჩემი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, რასი გამწარებულიყავი ამდენი ხანი, რომ რაღაც გადამეფასებინა რაღაცები, უფრო მეტად დამეფასებინა, უფრო მეტად შემეგრძნო, თუ ხო და სხვათა შორის ჩვენი კამათი აგებული იყო იმაზე, რომ ჩემ კომუნიკაციებზე რა და ძალიან ჩავხსენი მაგის მერე. ყველაფერი ჩავხსენი, რომ თითქოს დავკომპლექსდი, რომ აი ეს რო არ ყოფილიყო, ესე არ იქნებოდა მე, რომ კომუნიკაცია არ მქონოდა და უარის თქმა მცოდნოდა და რაღაცები უფრო ესე მცოდნოდა, როგორც ახლა ვარ და რამდენი რამე გადავიარე და გადამხდა მის მერე. ხო რა. არ ვიცი უყურებ თუ არა ვიდეოს, მაგრამ მიყვარხარ ძალიან.